მოგესალმებით. რამდენიმე შენიშვნა მინდა გამოთქვა ცნობილი ქართველი ფილოლოგის პროფესორის მშვენიერი ლექციების ავტორის განსაკუთრებით ვეფხისტყაოსანზე ორი ლექციის მიმართ. ერთ-ერთი ამბობს, რომ ავთანდილმა როდესაც ჭაშნაგირი მოკლა, თავი მოაჭრა. არ შეესაბამება სიმართლე, ხელი მოჰკიდა მიწასა დაასკვნა, დაკლა დანეთავა. თავი კი არ მოაჭრა, თითი მოაჭრა, ბეჭდი თურთ, თითი მოჰკვეთა. ბეჭდიანა თითი მოჰკვეთა. იმიტომ რომ მაგრე დაავალა ფატმანმა. ბეჭდი ჩემი აცვია მას გვედრე მოსატანელად. მეორე უზუსტობა, როდესაც ოსენმა არ შეინახა საიდუმლო და ზღვათა მეფეს უთხრა საიდუმლესტანის შესახებ ბრძანა მოყვანა და 50 კაცი კი არ გააგზავნა, თან ახვა მონა 60 ვით ხელმწიფეთა წესიაო. ეს მეორე უზუსტობა. 60 მონით მივიდნენ ფატმანის ნესტან-დარეჯანის წასაყვანან. იმიტომ რომ 60 მონა იყო ხელმწიფეთა წესი, თან უნდა ყოლოდა 60 მონა. მესამე, კაცსა დასვრის უგულობა და დიაცა ბოზი ნაცი. ეს ნაცი ახლა სხვა რამეს ნიშნავს, მაგრამ მაშინაც და ამჟამად მესხეთში ქალის უკანა ნაწილს ნიშნავს. გასაგებია, დიაც ბოზი ნაცი დასვრის და ის ამბობს ბატონი ფილოლოგი, ბრწყინვალე ფილოლოგი, გვარს მოგვიანებით ვიტყვი. კაცსა დასდევს უგულობაო და დიაცა ბოზი ნაციო. ესე იგი, ეს ერთი სიტყვა სვრის, ამბობს, რომ ნებისმიერი კაცსა, შინაარსი თანამედროვედ რომ თქვა, უგულოარისო, დასდევს თანაო და ნებისმიერი ქალიო, დიაციო, ბოზი ნაცი სვრისო, ნებისმიერ დიაც, ეს არა. კაცსა დასვრის უგულობაო, ესე თუ ადამიანი უგულოთ არის, იმას კაც დასვრისო და დიაცა ცუდი საქციელი. სხვა მხრივ მე ბატონ ლევან ბერძენიშვილის ლექციებს ყველაფერს უსმენ, ყოველთვის ვიზიარებ და ძალიან დიდ პატივს ვცემ. იყო კიდე რამდენიმე უზუსტობა კაპარული პირველი ლექციაშიც და მეორე ლექციაშიც, მაგრამ ეს იყო, რომ მთლად შეცვალა, ეს ბოლო იყო, შინაარსი რომ შეცვალა მთლად. მთელი ვეფხისტყაოსნის, მთელი დაეპის შინაარსი.